საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ახლა პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის და ერთად უნდა იფიქრონ როგორც ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამ, როგორ დააღწიოს თავი ქვეყანამ ეკონომიკურ ვარდნას. მაჭავარიანის განმარტებით, მინისტრების განცხადება, რომ პრობლემა არ არსებობს, აბსურდულია, რადგან მათ 6800 ლარი აქვთ ხელფასი და ამ კრიზისს ვერ იგრძნობენ. შარშანდილმა შემოსავლებმა გაასწროთ ლევანდელ შემოსავლებს. 38 მილიონით ნაკლებია აკლებილი, შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ სლაიდზე, შარშანდილ ვიდრეც ლევანდელ წელს. ეს ნიშნავს, რასაც ბატონი ზურაბ მელიქიშვილი ამბობდა და თქვენმა მინისტრმა არაკომპეტენტური უწოდა, მე ვფიქრობ, რომ ამ მინისტრს პირველ რიგში თქვენ გაკიცხავთ, როცა მოგიტანთ ამ ციფრებს და იმ შეუსრულებელ დაპირებებს, რომელიც ბიუჯეტში დახვდა. საგადასახადო შემოსავლების ზრდის მაჩვენებლები აგერ თვალსაჩინოებისთვის არის წარმოდგენილი. კი ბატონო, ჩვენ მივაცხადებით, რომ 2012 წლის მეოთხე კვარტალში გამომდინარე იქიდან, რომ იყო ძალზე დამუხტული არჩევნები, ამან იმოქმედა გადაიყვანა ბევრი მოლოდინის რეჟიმში, მაგრამ ეს ყველაფერი გაგრძელდა უკვე 2013 წლის პირველ კვარტალში, 2013 წლის მეორე კვარტალში, მესამე კვარტალში უკვე არის ძალზედ საგანგაშო მაჩვენებლები.